საქართველოს საიმედო პარტნიორი, გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, რეგიონის ლიდერი ყველა პარამეტრით. იდეოლოგიური თანხwebdriver ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან არაერთი აქტუალური საკითხის შესახებ მზადყოფნა ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის და ამ ყველაფრის ფონზე ვაშინგტონის დუმილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. პარლამენტი კი ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის ოფიციალური პასუხისთვის ემზადება. სოფო ბერიძის სიუჟეტი. საქართველოს პრემიერი ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილში ყველა პრობლემას ღიად ეხება. ოფიციალური თბილისი ვაშინგტონს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლების სურვილს ახლა უკვე ამ ფორმითაც უდასტურებს. ირაკლი კობახიძე წერს, რომ შეერთებული შტატების დუმილი ხელისუფლებას და ქართულ ხალხსაც რამდენიმე მიზეზის გამო უყვირს. საქართველოს მხარში ედგა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენმა პატარა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება. რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა Deep State-ის დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო, რეალურ დახმარებაში ასევე არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, Soros-ის ფონდის და სხვა არხებით საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და LGBT პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა. პრემიერი ამერიკის პრეზიდენტის დუმილს ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნის მაშინაც, როცა საქართველოს ლიდერობას ახალი ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტები ადასტურებენ და ვერც მაშინ, როცა სახეზეა თბილისისა და ვაშინგტონის ხედვებს შორის ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხwebdriver. საერთაშორისო რეიტინგების თანახმად საქართველოს არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით Deep State USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხwebdriver-ის ფონზე ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ღია წერილში საქართველოს პრემიერი საუბრობს სანქციებზეც და მეგობარ აქტად წოდებულ დოკუმენტზეც. ირაკლი კობახიძე არ მალავს, რომ კანონპროექტი ჯორჯ ორველის მოდელს ახსენებს და რომ ამ საკითხზე ადმინისტრაციის დუმილი ეჭვებს აჩენს. მეტიც, კვლავაც ზალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. სიტყვა მეგობარის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორველის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა მტერიკი მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამგვარად მეგობარ აქტზე საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას მეგობარ აქტზე არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. საჯარო წერილი მთავარ პრობლემაზე საუბრით სრულდება. ირაკლი კობახიძე არ ერიდება დაწეროს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები Deep State-ის დამარცხების რეალურ სურვილზე არ მიუთითებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები ჯერ არავის გამოუსწორებია. ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები Deep State-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.
თუმცა ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია Deep State-ის დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ Deep State-ს რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია. გვაქვს იმედი, რომ Deep State-თან თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის Deep State-ის დამარცხებით დასრულდება. რადგან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის საფუძვლად ოფიციალური თბილისი Deep State-ის დამარცხებას ხედავს, ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს რეალურ ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს. საქართველოს ხელისუფლება ამ მომენტს მოთმინებით ელოდება.